თქვენ როგორ ფიქრობთ, თქვენი მერობის შემდეგ ქალაქი წინ წავიდა თუ არა? განვითარდა საზოგადოებამ შეაფასოს, მე შეიძლება სუბიექტური ვიყო, ფაქტია ერთი, ხედავ რომ ეკონომიკური მდგომარეობა არც ქალაქში, არც ქვეყანაში არ უმჯობესდება, ძალიან ძიმე სიტუაცია არის, რა თქმა უნდა, კეთდება რაღაც რიგი ინფრასტრუქტურული პროექტები, მაგრამ ეს საზოგადოებაზე არ ისახება. ეს არ ისახება თითოეული ოჯახის კეთილდღეობაზე განვითარებაზე. დღევანდელი რუსთავი თქვენ მოგწონთ პირადად? არ მომწონს. რუსთავს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი, რომ ბევრად მოწესრიგებული ქალაქი იყოს, ბევრად მაგარი ქალაქი იყოს, დასაქმებულთა ქალაქი იყოს და ის ქალაქი იყოს, სადაც ყველა ადამიანი იქნება დასაქმებული. რაც მეც ვერ შევძველი სამწუხაროდ, მაგრამ ამ ხელისუფლებასაც ჰქონდა 6 წელი, რომ რაღაც ქმედნაბიჯები გადაედგა, ჩვენგან განსხვავებით, ჩვენ შეცდომებზე ესწავლა, რაც არ გააკეთა. თქვენ რა შეცდომები დაუშვით? უამრავი შეცდომები დავუშვი, დრო დავკარგე იმისათვის, რაც უნდა განახორციელებინა პროექტები იმისათვის, რომ ხალხი დასაქმებული იყოს. ძირითადად შეგიძლიათ გითხრათ კონკრეტულად თუ იყო ისეთი, რაც ნანოთ, თქვათ რა შეცდომას დაუშვით და რაც არ გააკეთეთ. ხელიდან გავუშვი ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, მინდა გითხრათ, აი პირდაპირ ყველაზე გულწრფელად რომ მიფიქრია და რაღაც დროში გაიწელა, ჩემი არააქტიურობით ალბათ, ჩემი უმოქმედობით დაიკარგა ეს პროექტი, დღესაც აღარ ხორციელდება, სადაც ათასობით რუსთაველი უნდა დასაქმებულიყო. კონკრეტულად რა იყო? იგივე მაგალითისათვის შეიძლება ითქვას, რომ აი ავტობაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე აქტუალურად იდგა ელიევას ბაზრობის გადმოტანის საკითხი და მე აქტიურად არ დავაჩქარე ეს პროცესი, რა ვიცი, ხა ხელი შეეშალა რამე, ძალიან შორს წაგვიყვანს ამ დეტალებზე საუბარი, მაგრამ ფაქტია, რომ ეს პროექტი საბოლოოდ ვერ განხორციელდა და მსგავსი ორი პროექტი იყო, რომელიც უნდა დამეჩქარებინა, მაგრამ გამიკეთებინა.